გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. წინა სამშაბათს 4 რიცხვში ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ისეთ ცუდად იქცევა, ისეთი არადემოკრატიული გზით დაიწყო უკუსლა, რომ მას ევროკავშირს ლუკმა აღარ გადასდის ყელში და 2030 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ ეღირსებაო. თვით მისმა უნატის ფესობამ. მადამ კაია კალასმა ბრძანა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლის უნარიანი გზა არ აქვს. ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ. ეს რომ წავიკითხე, ჩავიხედე ჩემს გულში და მეგონა, რომ გული საბოლოოდ გამიტყდებოდა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არ გამტეხია, დიახ? არანაირი ემოცია არ გამოუწვევია იმ ფაქტს, რომ კაია კალას ეს თბილმზერიანი ქალი ასე კატეგორიულად გვიკეტავს 64-ის გზას. გარდა იმის, რომ ჩვენ გვიკეტავს გზას, ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირების დასანქცირებასაც ცდილობს, დიახ? ანუ ტყუილად არ ცხოვრობს კაია. დიდი სარგებელი მოაქვს ევროკავშირისთვის, დგას მისი პრინციპების სადარაჯოზე და არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებს შიგ მათ, ვინც ლენინივით სხვა გზით დადის. ასე რომ მეგობრებო, 800 ევროიანი პენსიის პერსპექტივამ ჯერჯერობით ჩაილურის წყალი დალია. სხვათა შორის ეს 800 ევროიანი პენსია ჰაერიდან კი არ მომიტანია, არამედ თავის დროზე ერთი გამწერებული ნიშნი მიყვიროდა, რომ დიახ, მას უნდა ევროპაში, რადგან იქ მას 800 ევრო ექნება პენსია. საიდან მოიტანა ეს ციფრი არ ვიცი, ეთყობა უბნის ნაცმაყურებელმა უთხრა. მაშინ მახსოვს ფრთხილად შეუბრუნეს სიტყვა, რომ ევროკავშირი კი არ უხდის თავისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს პენსიას, არამედ თვითონ ქვეყნები უხდიან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ იმ მიშისმა რასაკვირველია აღარ მომისმინა და გაიქცა ვივამედისკენ მორიგჯერზე კლინიკის კედლებისთვის ქედი რომ მოეხადა. მეგობრებო, ევროკავშირში გაერთიანების თემა უკვე სატირულ კრიმინალური ჟანრის სტადიაში გადავიდა, არ გეჩვენებათ? ასეთი საჯარო ტყუილი, რაც ევროკომისრებისგან გვესმის, არც ზღაპარში ითქმის და არც კალმით აღიწერება. მეცაც გეტყვით, ევროკომისრების ჩვენდამი დამოკიდებულება შიზოფრენიის ერთგვარ ფორმას იძენს. კი ვიტყოდი მაღელვებს, მეთქი მათი სულიერი მდგომარეობა მართლა არ დაუსტვინონ საბოლოოდ, მაგრამ არა არ მაღელვებს. დაუსტვინონ და იყვნენ დასტვენილები, ჩემი რამედის. მთელი ამ სიგიჟის ანი და ბანი კი არის ის, რომ კისერი ვერ მოგვიგრიხეს, დიახ? აი ნაკერავზე იხევიან ტიპები ვერ გვპატიობენ მათ დაკრულზე, რომ არ ვცეკვავთ. რა არ მოიმოქმედეს და რაც მოიმოქმედეს, ამის აღწერა რომ დავიწყო, ალბათ რამდენიმე გადაცემა არ მეყოფა და სადაა ამდენი დრო ამაზე რომ ხარჯოთ. მithumetes თქვენ მეგობრებო, ჩემზე უკეთესად იცით თუ რა არ მოიმოქმედეს ტიპებმა, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ. ტყუილზე აცხობენ და გონიათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გამოქვაბულებში ვცხოვრობთ და ინფორმაციის სხვა წყარო გარდა მათი ტლიკინისა არ გაგვაჩნია, რათა სიბრძნე სიცრუისგან გავარჩიოთ. არ მესმის, დიახ, არ მესმის მათი არც სტრატეგია და არც ტაქტიკა. წესითა და რიგით, როდესაც ადამიანს რაღაცის მცდელობა არ გამოსდის, ერთხელ, მეორედ, მეხუთედ, მეათედ, ის სხვა ტაქტიკას ირჩევს ხოლმე და ბოზ-ბოზ მიხვდება, რომ შეცდა და უპერსპექტივო საქმეს დაანებებს თავს. ესენი კი ჯიუტად არ ჩერდებიან. ახლა რა ბერკეტი დარჩათ? ვიზა ლიბერალიზაციის ყველასთვის გაუქმება, რა? და გონიათ, რომ ვიზებს თუ გაგვიუქმებენ, ჩვენ კობახიძეს სააკაშვილით ჩავანაცვლებთ. ფანტასტიკური სიბრიყვეა ეს ყველაფერი, მეგობრებო. ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, რომ თურმე უკრაინა და მოლდოვა სრულიად სწორი, უდემოკრატიულესი გზით მიდიან. აქვთ უამრავი მიღწევა, ასრულებენ ყველა დამანგრეველ რეკომენდაციას და დღეს თუ არა ხვალ ბრიუსელის სოციალისტური რესპუბლიკების ევროკავშირის წევრი გახდებიან და ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ და გულზე გავსკდეთ.
შეგვშურდეს მოლდოვასი და განსაკუთრებით კი უკრაინის. გეუბნებით, ესენი გვაპამპულავებენ. თან არა მხოლოდ ჩვენ იმ საბრალო უკრაინას და გულუბრყვილო მოლდოვასაც აპამპულავებენ. როგორც ვატყობ ევროკავშირზე, ვიმეორებ ევროკავშირზე და არა ევროპაზე, კიდევ ხშირად ვილაპარაკებ. მოგაწყენთ კიდეც ალბათ თავს ამ თემით, მაგრამ მომიტევეთ, ეს თემა ახლა ჩემთვის და თქვენთვის დარწმუნებული ვარ აქტუალურია. მინდა ასევე ევროკომისარი მარტა კოსის სიტყვები მოგახსენოთ. საქართველოს ხელისუფლებამ თქვენ არ მიყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, მოусმინეთ თქვენ ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მარტა ჯან, შეწყვიტონ ოპოზიციონერმა ლიდერებმა და ჟურნალისტებმა კანონის დარღვევა და არავინ ჩასვამს მათ ციხეში. საინტერესოა, რომელიმე ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა მარტა კოსს საჯაროდ სახეში სილა რომ თხლიშოს. მარტა კოსი იმ ჟურნალისტს ხელზე ამბორება თუ ჰააგის ტრიბუნალში უჩივლებს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.